გრევას სადგურის მოედანზე მანანა დარახველიძე და დათო ბართია ემსხვერპლნენ. ქალი ვაჭრობით ირჩენდა თავს, 40 წლის კაცი კი საყიდლებზე იმყოფებოდა. გრევის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში რჩება და მისი ცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე ძებნაშველის ოპერაცია ღამით დასრულდა. ტერიტორია ამ დროისათვისაც ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მერიაში ამბობენ, რომ ავარიული კორპუსის მცხოვრებლები სასტუმროებში გადაანაწილეს. ნანო ჩაკვეტაძე მუშაობს ადგილზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ლუკა, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია ტრაგედიის ადგილი ამ დრომდე, როგორც თქვით, ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ღამის პირველი საათისთვის დასრულდა სამძებრო სამაშველო სამუშაოები, იმ დროიდან ამ დრომდე გრძელდება ახლა საგამოძიებო მოქმედებები. აქ როგორც ამას კადრშიც ხედავთ, მობილიზებულები არიან პოლიციელები, მობილიზებულები არიან ასევე ექსპერტ კრიმინალისტები. დასაწყისშივე გეტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეს იძიებს უსაფრთხოების წესის დარღვევის საფუძველზე, როგორც ხედავთ, პერიოდულად აქ მოდიან მოქალაქეები, მაღალი ალბათობით ისინი არიან ბინადრები, რომლებიც ამ ავარიულ კორპუსში ცხოვრობდნენ, ისინი ნივთების გამოტანას ითხოვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ევაკუაცია გუშინ ღამე მოხდა, აქ მაცხოვრებლების ნივთები, მათი როგორც ამას მოსახლეობა და ადგილობრივები გვეუბნებიან, ჯერ ისევ ტერიტორიაზეა დარჩენილი, ასე გამოიყურება ახლა თვითონ ის ჩამონგრეული პარაპეტი იმ ავარიული კორპუსის, რომელიც ავარიულობის შესახებაც მუნიციპალიტეტმა როგორც გაირკვა, ყველაფერი იცოდა, მაგრამ კალაძე ამბობს, რომ ამ პრობლემას დროულად მხოლოდ იმიტომ არ მიხედეს, რომ ხალხი გამოსახლებაზე ამბობდა უარს. ჩვენ ჩავწერეთ კომენტარები ადგილობრივების, დაზარალებულების და როგორც ჩანს, ხალხს უკვე დააჯერეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, რომ თითქოს მერიას არ ჰქონდა მათი გამოსახლების უფლება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ასეთი რისკის შემცველი იყო არა თუ აქ ცხოვრება, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობაც კი. ახლა კი მოგიყვებით ბოლო მონაცემებს, რომლის სიზუსტესაც გვიდასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კორპუსის ფასადის ამ პარაპეტის ჩამონგრევას, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ადევნებთ თვალს. გუშინ ორი ადამიანია მსხვერპლა. პირველი მსხვერპლი ეს იყო დათო ბართია, რომელიც ამოიცნეს, ის 40 წლის არის, სოფელი ბალდიდან, ის თავის დასთან ერთად უბრალოდ საყიდლებზე იყო გამოსული ამ ტერიტორიაზე. როგორც ირკვევა, მეორე მსხვერპლი ადამიანი, რომელიც ემსხვერპლა ამ პარაპეტის ჩამონგრევას, იყო მანანა დარახველიძე. მას ჰქონდა თავისი პატარა დახლი სწორედ ამ ტერიტორიაზე და ვაჭრობდა მათ შორის იმ საათებშიც კი, საღამოს საათებში, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა. როგორც გითხარით, ჩვენ ვცადეთ კომენტარების ჩაწერა დაზარალებულებთან, მობინადრეებთან ამ ავარიული კორპუსის, ასევე აქ მოვიდა ცოტა ხნის წინ სხვათა შორის წარმომადგენელი საკრებულოს, ასევე მერიის წარმომადგენლებიც იყვნენ ადგილზე. შეგვიძლია მოვისმინოთ ეს კომენტარები. აქვე დავაზუსტებ, რომ ძირითად შემთხვევაში რთულია ხოლმე კომუნიკაცია ადგილობრივებთან, მოსახლეობასთან, ისინი თავს იკავებენ, რომ გამოჩნდნენ მედიასთან და ილაპარაკონ თავიანთი პრობლემების შესახებ. საშიშია, აბა რა არის? საშიში ხო არის? აი ნახე რა მოხდა ქალბატონ გოგონი. საფრთხე შემცველია, მაგრამ აქში არ არის საერთოდ. საერთოდ ქალაქში და საერთოდ ჩვენ ქვეყანაში. დაზღვეული არავინ არაფერია. თავრობა არ გიორღა და იმიტომ. გიშინიათ თუ არა, იმიტომ რომ შიში დედა ყოველთვის გვეშინია. ყოველთვის გვეშინია ახლა. ამაში ახლა ხალხი თუ არ გამევიდა რა ქნას მთავრობამც. აბა მითხარი გამეცი პასუხი. მე თუ არ გამოვდივარ, შენ ძალით რაფერ გამომიყვან, არა აქვს უფლება. მეგონი გაეთებული ყოფილია და ამ ხელებს არ ეროდა. აბა რა თავრობა ყოლია შენსაერ. რა შენებლები ყოლია ეს რა არის? 94 ადამიანი არის 10 სასტუმროში გადანაწილებული და აქტიურად კომუნიკაცია გვაქვს როგორც გამგეობის თანამშრომლებს, ისე მაჟორიტარის წარმომადგენლობით ორგანოს მოქალაქეებთან საჭიროებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა ის დახმარება ამოუჩინოთ, რაც სჭირდებათ ამ ადამიანებს პირველ ეტაპს. მიმდინარეობს მუშაობა და კომუნიკაცია ამ ადამიანებთან მომდევნო პერიოდში თუ როგორ უნდა დავიგეგმოთ, როგორ უნდა მოხდეს ნივთების გამოტანა, არის ავარიული სადარბაზოები, სადაც ვერ მოხდება შესვლა სამაშველოს გარეშე. ამ კორპუსთან დაკავშირებით დიდუბის რაიონის გამგეობას ჰქონდა არაერთხი 5 წლის მანძილზე კომუნიკაცია, ლაბორატორიული დასკვნა არსებობს, სადაც არის მესამე კატეგორია. 2017 წელს ეს კორპუსი არის გამაგრებული და მოსახლეობას არაერთხელ შევთავაზეთ ჩანაცვლების ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით, სადაც 100%-იანი თანხმობა ვერ ხერხდება.
პერიოდულად, როგორც ამას კადრში ადევნებთ ახლა თვალს მოქალაქეები, ბინადრები ამ ავარიული კორპუსის მოდიან, სთხოვენ პოლიციას, რომ მიეცეთ მათ როგორმე შესაძლებლობა შევიდნენ ამ ტერიტორიაზე, გამოიტანონ იქ დარჩენილი ნივთები, გეტყვით გამოსახლებულებზეც. თვალს ადევნებთ კადრში ახლა, როგორც ცდილობენ მოქალაქეები ჰქონდეთ კომუნიკაცია პოლიციელებთან, თუმცა ეს ტერიტორია, როგორც ხედავთ, ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, შესაბამისად არ ეძლევათ მოქალაქეებს აქ მაცხოვრებლებს იმის შესაძლებლობა, რომ შევიდნენ ტერიტორიაზე, გამოიტანონ ნივთები, რომლებიც ამ დრომდე ამ ავარიულ კორპუსშია დარჩენილი. გეტყვით გამოსახლებულებზეც, როგორც ეს კომენტარიდანაც მოისმინეთ, მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ აქ მცხოვრები 94 ადამიანი 10 სასტუმროშია გადანაწილებული დედაქალაქის მასშტაბით, სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. იცით, რომ მას ემსხვერპლა სამწუხაროდ 2 ადამიანი, ერთი რომელიც გარემოვაჭრე იყო და თავს აქ ამ ტერიტორიაზე ვაჭრობით ირჩენდა, ხოლო მეორე ეს იყო დათო ბართია 40 წლის, მისი და ამ დრომდე რჩება კლინიკაში. როგორც ექიმი ამას ამბობს, გავრცელებული ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია, მას არ აქვს სერიოზული დაზიანებები და შესაძლოა მან კლინიკა დღესვე დატოვოს, როგორც გითხარით 94 ბინადარი ამ ავარიული კორპუსის არის გადანაწილებული 10 სასტუმროში, სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ისევ გრძელდება.